მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. რახანია ჩვენ ახლო აღმოსავლეთის ცხელ-ცხელი ამბები არ განგვიხილია. სწორედაც მორიგი ასეთი სიახლე უკავშირდება ისრაელის პრემიერმა ოფიციალურად გააფრთხილა თურქეთი, რომ შეწყვიტოს სირიაში სამხედრო ძალების მომარაგება და საკუთარი გავლენის სფეროს გაფართოება. ბიბი გამოვიდა ერთ-ერთ ინტერვიუში და თქვა, რომ და არა მარტო ბიბი, მინდა გითხრათ, რომ ისრაელის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, ისრაელ კაცს აქვს განცხადებული, ყოფილი თავდაცვის მინისტრია რამდენადაც მომახსოვს, რომ ისრაელისთვის თურქეთი ისეთივე ამომავალი საფრთხეა მომავალში, როგორც ახლა არის ის ირანი. შესაბამისად, დიპლომატიურ ელიტებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, დაიძაბა იმ მხრივ, რომ ბიბი ნეთანიაჰუზე გამოცხადდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ცებრა, თურქეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, ანუ თურქეთში ან ნებისმიერ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სხვაგან თუ ბიბი ჩაფრინდება, აქვთ კანონიერი უფლება რომ დააკავონ იმის გამო, რომ აბრალებენ და როგორც ამბობენ და როგორც ოფიციალურ ბრალდებაში წერია, ღაზის გენოციდი და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები. ბოლო წლებზია რა თქმა უნდა საუბარი. მდგომარეობა დაიძაბა ძალიან, იმის პარალელურად რომ ამერიკა და ირანი ვერაფერზე ვერ გვარდებიან და იქ კიდე ცალკე სოპრანოს თელი კლანები არის და იქ ცალკე საპრინც ოპერები იწერება, რომელზედაც რა თქმა უნდა საქმის ყურში შეგაყენებთ. მეგობრებო, მოდი ხა სანამ გადავალთ და ამ ძალიან მნიშვნელოვან საჭადრაკო თაფაზე არსებულ ცვლილებებს მე თქვენ აგიხსენებთ, ხოთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გავზიაროთ ეს ვიდეო მეგობრებს და მოდი ხა გადავიდეთ და თვითონ უშუალოდ განვიხილოთ ის ინტერვიუ, სადაც ბიბიმ გააჟღერა თურქეთის მიმართ მომავალი საფრთხე. חת המסר? Don't. המסר עבר? მე ვაფრთხილებ რომ არ გააკეთონ. אנחנו לא נסבול התבססות მე არ ვარ ტოლერანტურიო თურქული ძალებისო. שיורדת דרומה. כי מה სამხრეთ את סיריას זה העברנו באופן כללי. עכשיו אנחנו ראינו שיש כוונה של טורקיה להתבסס בשדה תעופה דרומית. ანუ ალეპოსთან აპირებს და სირიის სამხრეთით თურქული სამხედრო ლოჯისტიკებისა და თურქეთის მიერ დაფინანსებული სირიელი სამხედრო შენაერთების მობილიზებას. რაც რა თქმა უნდა ისრაელმა ეს ყველაფერი იცის, קו שלה קרוב לחלב, והעברנו מסר. איך אגדיר לך את המסר? שגאוזונת מסג'יו? Don't. לא המסר עבר? המסר עבר, אבל כנראה שלא שמעו אותו, אז דאגנו שיבינו אותו בצורה יותר טובה. ანუ მჯერაო რომ ისინი ამ ყველაფერს გაიგებენო, იქიდან გამომდინარეო რომ თუ ამ ყველაფერს არ მოყვება შედეგი, ისრაელი რა თქმა უნდა პროპორციულ ძალებს გადადგავს. ეხლა უყურეთ, ჩვენ არ შევეგუებით თურქეთის სამხედრო ყოფნა სირიაში, რაც ისრაელს ემუქრება. ამას აგიხსნით, ეხლა რა ხდება. ეხლა მეორე სკრინი გავხსნა. თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის წითელი ცირკულარის გაცემა მოითხოვა. მოდი ეხლა დაუბრუნდეთ ამ საკითხს და ეხლა განვიხილოთ ზოგადად რატომ აქვს ისრაელს თურქეთიდან მომავალი საფრთხე და რატომ არის ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად სირია გეოპოლიტიკურად. მაგრამ სანამ ხა ჩვენ თანამედროვე დროს მივადგებით მეგობრებო, მე იცით რომ მიყვარ ძალიან წარსულში გადასვლა, ანუ ახლო წარსულში. ვინც იცით ისრაელის ისტორია და ისრაელის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, განსაკუთრებით და წითელ ხაზად გასდევს ისრაელის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას. სირიასთან არსებული დაპირისპირებები. ნუ განსაკუთრებით ეს არის მეგობრებო 1967 წელს, როდესაც ისრაელსა და სირიას შორის დაიწყო 6 დღიანი ომი, სადაც ისრაელმა კუდით თქვა სროლინა და წაართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი სირიას, ეს იყო გოლანის მაღლობები. გოლანის მაღლობები არის სტრატეგიული პუნქტი, არა მარტო ისრაელისთვის არის ძალიან სამხედრო ლოჯისტიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე იქ მოდის და გაერთიანებულია ისრაელისთვის ის წყლები, რომელსაც შემდგომ უკვე ფილტრავენ და სასმელად იყენებენ. აქ ძალიან კარგად ჩვენ სხვათა შორის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ სერიალში ელი კოენზე სპაი გექნებათ ნანახი, მან მოგიყვებით მოგვიანებით რა ხდება. ეხლა უყურეთ რა ხდება, როდესაც 6 დღიანი ომი მოხდა, ისრაელმა წაართვა და გაეროს ოფიციალური იმას რა ქვია დეკლარაციის თანახმად, რომელიც ფათილად მე აღიქვა იქიდან გამომდინარე ებრაელებს ან დიდი გავლენა აქვს მათ შორის გაეროშიც, აღიქვა უკვე როგორც ფათილად, ნუ იქ წერია რომ სირიისგან ისრაელს აქვს ოკუპირებული მიწები, გოლანის მაღლობებზე საუბარი. შემდგომ დაახლოებით ეს იყო 73 წელი, როდესაც იომ ქიფურის ომში სირიამ სადა დაიბრუნებინა გოლანის მაღლობები და საბოლოო ჯამში ისრაელმა აქაც კონტრშეტევით უპასუხა, აქაც ფენომენალური ოპერაცია ჩაატარა და საკუთარი მიწები შეინარჩუნა. ეხლა უყურეთ რა ხდება მეგობრებო. მაქამდე, ანუ სანამ ის ამბები მოხდებოდა 6 დღიანი ომი და იომ ქიფურის ცნობილი დაპირისპირება, მაქამდე ისრაელის დაზვერვის, საგარეო დაზვერვის სამსახურს ყავდა
გაგზავნილი ელი კოენი სირიაში აი ყველაზე დიდი ოპერაციისთვის რაც კი აქამდე ზოგადად ისტორიაში ყოფილა. რატო ის უნდა დაახლოებოდა სირიის უმაღლესი მთავარის ესე ვთქვათ, უმაღლესი ბიზნესმენის წრეებს, იქ უნდა მოეპოვებინა მათი ნდობა და გასულიყო და გაეგო გოლანის მაღლობებში არსებული საიდუმლო სამხედრო ბაზები სირიის და შემდგომ იქ ევკალიპტის ხეები უნდა დაერგო და ამით ისრაელს გადასცემდა ის ინფორმაციას თვითონ იყო ინიციატორი იმის რომ მოდი ხეები ისეთ ადგილას დავდოთ სადაც ეს ბაზებია განლაგებული მოკლედ ვერავ თელი სირია დააგო იმა ელი კოენმა იმდენ ნიჭიერი კადრი იყო საბოლოო ჯამში ელი კოენის გაუგეს ეს ყველაფერი საბჭოთა ტექნოლოგია როდესაც ჩავიდა და გაუგეს ეს ხშირები და ეს იყო ისრაელის დაზვერვისა და ისრაელის აგენტი ჩანერგილი საჯარო ჩამოახშეს და დღემდე იბრძვის ისრაელი რომ ელი კოენის ცხედარი დაიპყროს მაგრამ ვერ ახერხებს სირია ისრაელისთვის არის უმნიშვნელოვანესი რამ. და შესაბამისად, თუ მაგალითად ამჟამად ისრაელს აქვს საკუთარი პრეტენზიები მაგალითად სამხრეთ ლიბანის ტერიტორიებზე და ჩვენ აქ ვიცით რომ ახლა მიმდინარეობს ჰეზბოლასთან დაპირისპირება, ღია ომი, ასევე ისრაელს აქვს დაპირისპირება, როგორც ჩვენ ვიცით, ირანთან, რომ ირანის მიერ დაფინანსებული და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა სწორედ ებრძვის ისრაელს. შესაბამისად, მეორე ნაწილი, რომელიც ყოფილმა პრემიერია თავდაცვის მინისტრი, თუ მე შეიძლება შემისწორედ ისრაელი კაცმა განაცხადა, რომ როგორც ირანი აფინანსებს ჰეზბოლას არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებას დაახლოებით მეგობრებო იგივე სცენარი შეიძლება განმეორდეს ახლა რომ თურქეთმა დაიწყოს სირიაში არაფორმალური შეიარაღებულ დაჯგუფებების დაფინანსება ისრაელის წინააღმდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს ოფიციალური იერუსალიმი. შედეგად რა ხდება ახლა? შედეგად რა ხდება? ნუ ისრაელი იმით არის განთქმული ახლა მსოფლიოში რომ მისი დაზვერვა კურირებს ახლო აღმოსავლეთში ფენომენალურად, ხო? ბუნებრივია ხა სანამ ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოვა, მაგამდე მოსადს აქვს 1.9 თვით ადრე გაშიფრული ეს ყველაფერი, ხო? აკვირდება იმას რომ სირიაში და სირიას აქვს ეს ამის ამბიცია და მით უმეტეს ახლა ჩვენ ნახეთ რომ სირიის პრეზიდენტი ტრამპმა ჩაიყვანა სირიის ამჟამინდელი პრეზიდენტი არის ყოფილი ალ-ქაიდას ხელმძღვანელი რომელსაც წვერი გაპარსეს და დასვეს პრეზიდენტად და განაგებს ახლა იმას რა ქვია სირიის სახელმწიფოს. ნუ ეს რო პოლიტიკური მასკარადია ჩვენ ვიცით, მაგრამ დღეს მოდი კონსპირაციებს არ შევყვეთ. კონსპირაციებს რა სიმართლეა ყველაფერი მე თუ მკითხავთ, მაგრამ მაინც გავეშვათ და დაუბრუნდით ამ ყველაფერს. ისრაელის საგარეო უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია მისი მეზობლები, ხო? ლიბანი, სირია, იორდანია, ნუ ეგვიპტე, ხაზას აღარ განვიხილავ, ეხლა ბუნებრივია და შესაბამისად BBC-ს ანგაჟირებული მოთხოვნა, რომ თურქეთი, როდესაც ერდოღანი გაბრაზდება და გამოდის საკუთარ პარლამენტში და ამბობს, რომ ისრაელის ამბიციები არის ძალიან დიდი, რომ პალესტინაში იჩაგრება ხალხი, რომ ისრაელი ხოცავს ამ ხალხს და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ერდოღანი ყოველთვის ირიბა და აფრთხილებს და ყოველთვის კრიტიკის თავარ ქარცეცხლში ყავს ზოგადად ისრაელის პრემიერის და ზოგადად ისრაელის სახელმწიფოც. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით ერდოღანი ყოველთვის გამოირჩეოდა ამ აგრესიული ტონით, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს ვერ ხედავდით, იმიტომ რომ არაერთხელ უთქვია ხა ოფიციალურ უბრალოდ არაოფიციალურ წყაროებში გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ახლა იმასაც კი განიხილავს ოფიციალური ანკარა, რომ ღაზაში სამშვიდობო ოპერაცია ჩაატაროს და ბლა-ბლა ბევრი რაღაც სხვადასხვა რაღაცები. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს იყო თვალში ნაცრი შეყრა, იმიტომ რომ საქმეზე რომ იდგებოდა თურქეთის მიერ ჩატარებული ოპერაცია სირიის გარდა მე არსად არ მახსოვს, ქურთების წინააღმდეგ მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში, რავი თუ მე მეშლება შემისწორეთ. და ბუნებრივია შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თურქეთში, ნუ ამ ყველაფერს ხა ისრაელს ხო იცით, აქ მესიჯ ბოქსი, რამეს თუ ისრაელის სახელმწიფოს კრიტიკას იწყებენ, ნუ ანტისემიტიზმი გაქვს ეგრევე აკერებული სახეზე. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ცნობილი ჩამოყალიბებული ბრალდება მსოფლიოში, თუ აკრიტიკებ ისრაელს, ავტომატურად გარეგისტრირება, ვითომ ანტისემიტი ხარ და საერთოდ არაფერ შუაში არ არის ერთმანეთთან, ეს არის უბრალოდ ხშირ შემთხვევაში манипуляციის ისეთი საშუალება, რომ შენ მაგალითად თუ აკრიტიკებ ხა ისრაელის ქმედებს ღაზაში, რასაც ის აკეთებდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს საერთოდ არ არის ანტისემიტიზმი. საერთოდ. უბრალოდ უყვართ ამ ფორმისა და ანაფორის გადაცემა საკუთარ თავზე, რომ აი შეხედე, მე მებრძვიან. აქ არ არის მაგას საუბარი, იმიტომ რომ აქ სიონიზმზეა საუბარი, რასაც ირანი ლაპარაკობს, სხვათა შორის ოფიციალური თეირანი გამოდის და ამბობს, რომ მე არაფერი მაგ საწინააღმდეგო ებრაელების საერთოდ იმიტომ რომ ბევრი სინაგოგა ირანში, ბევრი ებრაელი ცხოვრობს სხვათა შორის. იეზდები ძალიან ბევრნი არიან, მათ შორის სირიაში. და ამბობს რომ მე არაფერი არ მაქვს ებრაელების საწინააღმდეგო. მე პრობლემას ხედავ სიონიზმში, ოფიციალური თეირანი აცხადებს. უბრალოდ ესენი ამბობენ და ახურდავენ რომ ეს ყველაფერი არის ანტისემიტიზმური ქმედება. ნუ ყოველ შემთხვევაში ესეა და ესე ხატავენ, ლუსტრაციას ესე უკეთებენ.
საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო წლებში, ხა და განსაკუთრებით ხა არაერთი ვიდეო მაქვს ჩაწერილი ირან, ამერიკისა და ისრაელის ამ პოლიტიკურ მანევრებზე, სამხედრო დანაკარგებზე, სამხედრო ოპერაციებზე, იქ იმაზე რა ქვია, სავაჭრო ურთიერთობებზე, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე. მე ერთიამე დავადგინე, რომ ამ რეგიონში მშვიდობა არ წერია საერთოდ. ხა ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების დღიდან დღემდე რამეზე თუმე ისრაელი მახსენდება, რამეზე რო ისრაელი, ორ რამეზე მახსენდება. ერთი ბიბლიაშია ისრაელი მოხსენიებული და მეორე ისრაელი ვიღაცას ბომბავს. ანუ ორი რამით მახსენდება ისრაელი. ანუ აი ხო არის რომ ქვეყანა რაღაცა თურქეთზე შაურმა გახსენდება მაგალითად, რავი, გერმანიაზე დონერი, რავი, ბრიტანეთზე ფეხბურთი. თუ ისრაელი მახსენდება ორ რამეზე, ერთი ბიბლია, მეორე მახსენდება ის რა ქვია, რომ ისრაელი ვიღაცას ბომბავს. ბოლო წლებში არსებული ის ქმედებები რაც ხდება ზოგადად ისრაელსა და მის მტრულად განწყობილ სახელმწიფოებში, ხო? რასაც ახლა ოფიციალურად იერუსალიმი ამბობს, რომ მე ვანხორციელებ პროპორციულ ქმედებებს, იმიტომ რომ ჰეზბოლა არის საფრთხე, ჰამასი არის საფრთხე, ტერორიზმი არის საფრთხე, ირანი ჩვენ გვემუქრება ატომური ბომბით, ნუ გასაგებია რიტორიკა. ეს ხადია. უბრალოდ ახლა ჩვენთვის საინტერესო რაც არის, ახლა მე რაც დასკვნავ ირანმა ანახა უკვე ამ ომში, რომ ირანი არის სერიოზული სახელმწიფო. რომელიც ვერანაირად ვერ დააჩოქა ვერც ისრაელმა, ვერც ამერიკამ და ვერც მაგ ბლოკმა და საერთოდ სხვა სახელმწიფოები კიდე შიშით არ იყვნენ ჩართული მაგ ქვეყნის წინააღმდეგ. ირანმა გამოავლინა გამძლეობის არნახული მაგალითები ამ არასრულხუთვიან ომში. და დღესაც კი მაგალითად ჩაკეტილა ჰორმუზის სრუტე, აგერ გუშინ ერაყულ ნავთობ იმებს რა ქვია გადამზიდებს გაუხსნა მხოლოდ ჩაკეტილის სრუტე. რაღაც ტრამპი რაღაც სისულელებს პუტპუტებს, თითქოს ეს არის ამერიკის კონტროლირებადი ტერიტორია, როდესაც ამერიკული ვერც ერთი გემი ვერ გადის. ნუ პოპულისტია ტრამპი ბუნებრივია და მიჩვეული ვართ ეგეთი განცხადების გაკეთებას. ეხლა ძალიან საინტერესო თემაა, თუ ირანმა გამოავლინა ამხელა სიძლიერე ახლო აღმოსავლეთში და დაანახა, რომ ის არის დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი, რომელთან ფარულად მოქმედებს ჩინეთთან და რუსეთთან ერთად, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი წამყვანი სამხედრო ლოჯისტიკური ბაზისა და ამ საგარეო პოლიტიკის მატარებელი მთლიანი შინაარსით, როგორც შიიტური სახელმწიფო არის დამოუკიდებლად ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ვინ არის თურქეთი. ჩვენ აქამდე უბრალოდ რაც ჩვენ დაგვიდგენია, რაც ჩვენ გაგვიგია, რომ აი თურქეთი თურქეთს ყავს 5 არმია საკუთარ ქვეყანაში, კბილებამდე შეიარაღებული, ძალიან ძლიერი, რომელსაც შეუძლია რომ ძალიან ბევრ ქვეყანას სერიოზული საფრთხე შეუქმნას, ამერიკის შემდგომარი ყველაზე ძლიერი ნატოს წარმომადგენელი და ევროპაში წამყვანი ფლაგმანი საკუთარი იმის საქმის პროფესიონალი, ძალიან ბევრი ბაირაქტარები აქვს წარმოებაში, F-35-ები ყავს, ძალიან ბევრი მაღალი დონის ტექნოლოგიებს აქვს თურქეთი, მინდა გითხრათ და ზოგადად სამხედრო იმითაც ძალიან ძლიერი. მაგრამ თურქეთი არ გვინახია საქმეში ხალხო. ეხლა ჩვენ ვნახეთ რუსეთი, ჩვენ ვნახეთ ირანი, ჩვენ ვნახეთ შეერთებული შტატები, ხო? ეხლა რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში, ამას აღარ გავუყვები, ეს ისედაც ვიცით. ირანმა რა გაუკეთა ამერიკას და რამხელა 65 მილიარდამდე რომ მიაღწია პირველ რამოდენიმე ორ კვირაში და ისტორიულ მაქსიმუმზე აგდო ამერიკის დანაკარგი ამ ომში, ეს არის ვიეტნამისა და ავღანეთის ომის ომამდე არსებული სწრაფდროში დახარჯული ყველაზე დიდი თანხა შეერთებულ შტატებში, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ამერიკამ ეს ციკლი ომის წააგო. ამ ეს ეტაპი ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ჩვენ არ გვინახია თურქეთი ხალხო. თურქეთი არ გვინახია საქმეში. რომ აი თურქეთის სამხედრო მოქმედებების არეალი და მის ოპერაციები ჩვენ არ ვიცით. აი ეს იქნება ძალიან საინტერესო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თურქეთი ვნახოთ აქტიურ სამხედრო მოქმედებებში. აი თუ თურქეთში, სირიაში განაგრძობს, რომ ისრაელისგან რა თქმა უნდა მოყვება პროპორციული ძალები და ისრაელი ხა დაზვერვაში რო არის ნომერ პირველი მსოფლიოში და ეხა სანამ თურქები გაიფიქრებენ ისრაელი უკვე საკუთარი აგენტები ეყოლება ჩაყენებული სირიის რიგებში, ნუ ეს ისედაც ხადია, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება, როგორ იქნება თურქეთისა და ისრაელის ირიბი დაპირისპირება ერთმან. აი ძალიან საინტერესო იქნება ეს ნამდვილად. და ჩვენ აქ დავინახავთ რამდენად ძლიერია რეალურად ერდოღანის თურქეთი, რაც აქამდე ჩვენ არ გვინახია გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ციფრებში და თეორიულად ან წიგნში და მაგიდაზე თურქეთი ძალიან მაგარი ქვეყანაა. ამ მიმართულებით. ნახოთ ახლა დავაკვირდეთ აი მოვლენებს, ახლა რა პასუხს გაცემს, ახლა პირდაპირ რო გითხრათ თურქეთს ირანი ადარდებს, არის ირანს თურქეთისა ტყუილი, ის არის თურქეთი არის სუნიტური ქვეყანა, ეს არის ფიქრობთ ხალხო რომ მუსულმანური არა. თუ ეხა სუნიტებსა და შიტებს შორის მართლა განსხვავება არის, ეხა მართლა განსხვავება არსობრივად პოლიტიკურადაც და მემკვიდრეობის თვალსაზრისითაც თვითონ შიიტური და სუნიტური სარწმუნოების დენომინაციებიც მაგ მემკვიდრეობის პრინციპის შეხედულებიდან გამომდინარე განსხვავდება. შესაბამისად არ იფიქროთ, რომ თურქეთი ამაში იმიტომ მონაწილეობს, რომ აქ ირანი ადარდებს, არა. ირანი არის შიიტური სახელმწიფო, თურქეთი არის სუნიტური.
ესეც ვიცოდე ძალიან კარგად. ნუ ერთადერთი უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ თურქეთს საერთო ის არის, რომ თურქეთს გამოდის ამბობს, რომ ხაზა მეცმადარდებს, რომ ირანს ადარდებდა და ირანი მართლა საქმეს აკეთებდა, მაგრამ თურქეთს ჯერჯერობით საქმე არაფერი გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მოვლენები, დავაკვირდეთ რანაირად შეძლებს ისრაელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შენარჩუნებას გოლანის მაღლობებზე, იმიტომ რომ გოლანის მაღლობები არის უმნიშვნელოვანესი ისრაელისთვის. მე გითხარით, რომ ეს მარტო სამხედრო ლოჯისტიკურ თვალსაზრისით არ არის ძალიან ძლიერი, ეს აქ მეგობრებო ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ფაქტორი იმის, რომ აქედან წყალმომარაგების დიდი სისტემა და მდინარეთა შესართავი სწორედ გოლანის მაღლობებიდან იღებს და ისრაელისთვის ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი საკუთარ სახელმწიფოში და ნუ ბუნებრივია ამას რა თქმა უნდა არ დათმობენ. ცალკე მაგის პარალელურად მიმდინარეობს ღაზის რეკონსტრუქციის დასრულების გეგმა, რომელსაც კუშნერი ხელმძღვანელობს ტრამპის სიძე, ამაზეც საქმის ყურშია გაყენებთ. უბრალოდ ხა ჩვენთვის მთავარი ესე ვთქვათ, მინიშნება რაც შეიძლება ამ ყველაფერში იყოს, რომ ნენელა ვექტორები თურქეთისა და ისრაელის ერთმანეთს უახლოვდება. აი რა იქნება შემდგომი ნაბიჯი? რა თქმა უნდა ამ ყველაფერში რაიმე სიახლე თუ იქნება, მე საქმის ყურშია გაყენებთ. დღეს უბრალოდ მცირე მიმოხილვა იყო თუ რატომ ემტერებიან ერთმანეთს, რა მნიშვნელობა აქვს სირიას ისრაელისთვის და ზოგადად რა სახის სცენარები ჩვენ შეიძლება აქედან გამომდინარე მივიღოთ. რავი, დრას ფიქრობ თქვენ ამასთან დაკავშირებით, მიგაჩნია თუ არა სირიისა და ბოდიშით ისრაელისა და თურქეთის დაპირისპირება რეალურად და რა პროგნოზები გაქვთ ამასთან დაკავშირებით, დაწერეთ აბლა კომენტარებში და ასევე არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ ასევე არხი. დროებით.